მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა მასობრივი გენოციდის ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა თურქეთის საელჩოში საღამოზე უჩვენეს ამავე თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „თურქული პასპორტი“. ის თურქი დიპლომატების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა გადარჩენის ფაქტებზეა გადაღებული. ხსოვნის საღამოს ორგანიზატორი თურქეთის საელჩოსთან ერთად იყო საქართველო, ისრაელის ბიზნეს პალატა და ისრაელის სახლი. 6 მილიონი ებრაელი და მათ შორის 1 მილიონი ბავშვი დახოცეს, დაწვეს და მოსპეს. ჩვენ დღეს თურქეთის ელჩთან ერთად ვაკეთებთ საღამოს ხსოვნა იმ ებრაელებისა და ყოველი ებრაელის გადარჩენა ჩვენთვის არის როგორც სამყაროს გადარჩენა. ჰოლოკოსტი ეს არის დიდი ტკივილისა და ტრაგედიის დღე. ფილმის სახელწოდებით „თურქული პასპორტი“ თურქი დიპლომატების შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკებში გაშვებას გადაარჩინეს. მათ ებრაელებზე თურქული დოკუმენტები გასცეს და თურქეთის რესპუბლიკაში შეიყვანეს.